ყველაზე ქვედა დონიდან რომ დავიწყოთ ახლა რომელიც ამას არ ეკუთვნის, მაგრამ ტაქტიკულის ნაწილი არის ხო სიტყვაზე, ინდივიდუალური დონე. მებრძოლები, ერთი მებრძოლია სიტყვაზე ჯგუფი, ეს არის უკვე ინდივიდუალური დონე, ანუ ავტომატით მიამქვევი ხუმბარტყოცი, რომელიც სიტყვაზე შეერღებაში აქვს, მაგრამ ინდივიდუალური დონეა. ესენი ეკუთვნიან ტაქტიკურ დონეს თვითონ. ეს იგი ყველაზე ქვედა დონე, ტაქტიკური დონე. ტაქტიკური დონე, თვითონ დონე განისაზღვრება სივრცე და სიღრმე, ტაქტიკური სივრცე და სიღრმე, იმის მიხედვით თუ კონკრეტულად როგორი ლანდშაფტი არის კონკრეტულ საბრძოლო მოქმედების არეალში, ქვეყნის განვით ზოგადად გეოგრაფიული განლაგება როგორი არის, შეიარაღებული ძალების მოწყობა როგორი არის და განისაზღვრება დაახლოებით 30 კილომეტრის ფარგლებში. ზოგ შემთხვევაში 50 კილომეტრიც იყოს, ზოგ შემთხვევაში 20-დან 50-მდე. შუალედური 30 რო ავიღოთ. მაგის ზემოთ უკვე არის ოპერატიული ტაქტიკური დონე, ზოგი ქვეყნის დოქტრინებში და შეიარაღებულ ძალებში ოპერატიულ ტაქტიკურ საერთოდ არ განიხილავდნენ ხოლმე, მაგრამ ცივი ომის პერიოდში დასავლეთშიც საბჭოთა ბანაკშიც განიხილებოდა ოპერატიულ ტაქტიკური სივრცე. ეს სივრცე მოიცავს თვითონ უკვე ამ სიღრმეებსაც. შემდეგში არის ოპერატიული დონე, ანუ ეს უკვე იწყება სიტყვაზე აი 300-500 კილომეტრი, რა თქმა უნდა 0-დან მოიცავს ტაქტიკურსაც და ვრცელდება 300-500 კილომეტრამდე. აქაც გააჩნია როგორი ტიპის შეიარაღებული ძალები არის, მის შეიარაღებაში არსებულ სისტემებს ამანძილებზე შეუძლია სროლა, როგორი ტიპის რელიეფია და ეს ყველაფერი არის მოკლედ ერთმანეთთან გადახლართული და საკმაოდ კომპლექსურად ხდება შეფასება, მაგრამ აი ზოგადი შეფასება ესეთი არის 300-500. შემდეგში უკვე იწყება მაგის ზემო სტრატეგიული და ვრცელდება იქამდე სანამ გეოგრაფიული მოცემულობა იძლევა საშუალებას. ეხლა ჩვენ სრულფასოვანი სტრატეგიული სიღრმე არ გვაქვს. სრულფასოვანი სტრატეგიული სიღრმე შეიძლება ითქვას უკრაინასაც კი არ აქვს ამ მოცემულობაში. უკრაინას აქვს რამდენიმე ოპერატიული მიმართულება და ჩვენ გვაქვს რაღაც ორი ოპერატიული მიმართულება, იმიტომ არის ჩვენი თავდაცვის ძალები, შეიარაღებული ძალები, დასავლეთ და აღმოსავლეთ ოპერატიული მიმართულებებად დაყოფილი და მაგით არ გვაქვს რაღაცა სტრატეგიული მიმართულებები. სტრატეგიული მიმართულება შეიძლება ქონდეს ისეთი დიდი ზომის ქვეყნებს, როგორც არის რუსეთი, ჩინეთი, ამ ტერიტორიის კუთხით, იგივე ევროპა რო ავიღოთ, აქეთაც რაღაცა სრულფასოვანი სტრატეგიული სიღრმეები არც მათ აქვთ, მაგრამ გაერთიანებული ევროპა რო ავიღოთ და ევროპული სამხედრო ძალები, ხო, სიტყვაზე რუსეთისთვის სტრატეგიული სიღრმე არის პარიზი რო ავიღოთ სიტყვაზე ან საფრანგეთი, ესპანეთი